დაუბრუნდი მეგობრებო, მოკლედ. მიდევს აქ ერთი ტაბლეტი, ტელეფონი და ვიჯექი და ფიქრობდი რომლით გავსულიყავი ეთერში და მომამზადე ორივე და თავარი კომპიუტერი არ მომიმზადებია და მოკლედ ამიტომ ესე. ცოტა ისეთი რაღაცები მახასიათებს ხოლმე დამცხამდენ იმაში, ემოციებში. ხო და ეხლა უნდა გავაგრძელოთ საუბარი. აი, ბუდიალა ვარ, ცოტა გაცრავად. და რა არის აქ მნიშვნელოვანი კიდე პირად ურთიერთობებში, რაზე გავჩერდი აღარ მახსოვს, მაგრამ იმდენი არის ალაპარაკო რომ რაღაცნაირად ჩამოყალიბდები, რაზე განვავრცოთ თემა. და ნუ როდესაც ახლა აი ამ კომბინაციებზე ლაპარაკობთ, რომ ჩვენ ურთიერთობებში რაღაცნაირად ვერ ვღებულობთ მესიჯებს, თავარი მესიჯები, რომ რაღაცას გვეუბნება ეს ურთიერთობა, რაღაცა უნდა დავალაგოთ ჩვენში, ხო? თუნდაც დესტრუქციულად, თუნდაც ნეგატიურად, ხო? ესე იგი რაღაც არის ისეთი, რომელიც ჩვენ ვერ ვხედავთ. და რაც უფრო წლები გრძელდება ესეთი პრობლემები, მით უფრო გვეხმარება აქ შენარჩუნდეს ის ურთიერთობა რაღაც ნეგატიურად, რომ ჩვენ ბოლო-ბოლო მივხვდეთ. ან ვერ მივხვდებით და უბრალოდ სულ ესე წუწუნში გავატარებთ თელ ცხოვრებას. აქ თავარი მინდა გითხრათ, რომ თავარი ფიგურა არ არის მეორე პირი. ის პირი, ხო, გამახსენდა რაც ვლაპარაკობთ, ის პირი რეალურად რეაქციას ახდენს ჩვენს ენერგეტიკაზე, ხო, და ჩვენს პრობლემებს. ამიტომ, როდესაც ახლა ლაპარაკობთ ლილით სასწორზე, რომ აი იზიდავენ დესტრუქციულ ტიპებს, რომელიც უდად ექცევა მათ და თვითონ ხშირად არიან მაპროვოცირებელი აი ამ პრობლემების. ან კიდე იზიდავენ ბუნჩულა ისეთ საყვარელ ხალხს, გინდ ქალი, გინდ კაცი არ აქვს მნიშვნელობა და მათი ლილიტის ენერგიები მიდის უკვე აბსოლუტურად უმართავ პროცესამდე. ანუ მოდი ესე ვთქვათ, რომ ჩვენ ხშირად პასიურობით შეიძლება ისე გავყვნათ ადამიანი და ისე უკიდურესობამდე მივიყვანოთ და მე ჩვენ ვიღებთ ამაზე პასუხისგებლობას. როდესაც მაგალითად ქალი არის დესტრუქციული და მას არაჩერებს მამაკაცი და მიდის და მე ვიცი ეს რაც არის ძალიან კარგად. ყველას გვაქვს ოჯახურ სფეროში ისეთი პერსონები, ის კაცი იღებს პასუხისგებლობას რეალურად ამ ქალზე. თუ ქალი არის, რომელიც დესტრუქციულ მეუღლეს არაფერს არ სთხოვს და პირიქით უწყობს ხელს, რომ ის წავიდეს დესტრუქციაში, პასუხისგებელი არის ეს ადამიანი. ხო, ანუ აქ სქესს არ აქვს მნიშვნელობა. აქ არის მოდელი, რომ ჩვენ რაღაცით უნდა შევაჩეროთ დესტრუქცია, ხო? ჩვენ დესტრუქციას ვიღაცა შეაჩერებს აუცილებლად და თუ არ შეგვაჩერებს, აი მაშინ არის რომ აი როდესაც არის საუბარი რომ ღმერთმა დაგვივიწყა და ასე შემდეგ, რეალურად უფრო ეგ ვარიანტი არის, როდესაც არ გვხდება სამყაროსგან რაღაცა სწორი მესიჯები. ან სამართლიანობის პრინციპს როცა ვარღვევთ, ხო, რაღაც კუთხით. და ამის გამო ჩვენ არავინ არაფერს არ გვეუბნება. საბოლოო ჯამში ეს რას იწვევს? აქ არ არის ჯანსაღმოთმინებაზე ლაპარაკი, აქ როდესაც ხედავ ადამიანს რესურსს, ხა თუნდაც მეუღლესთან რაღაცეებს ითმენ და ის მერე დაგიფასებს და მადლობას გეტყვის, რომ მე მაგალითად მithქვამს ჩემ მეუღლისთვის ძალიან ბევრჯერ მადლობა, იმიტომ რომ მან თავისი მოთმინებით უფრო მეტი მასწავლა, ვიდრე ვიღაცა რო ცეცხლი და მახვილი აიღო, ხო? და მართლა რეალურად ჩემთვის ეს უფრო ყველაზე კარგი სწავლის მეთოდი აღმოჩნდა. ერთნაირი სელენა ყავს და მეც ძალიან მიყვარს სწავლა და საღი აზრი, ხო? ანუ ახლა როდესაც გააქვს უნარი რომ ისწავლო, სიჩუმითაც უფრო ისწავლი, ხო? მაგრამ ნუ არის ესე რომ უყურებ წლები ადამიანს და დესტრუქციაში მიდის და ვერ ამჩნევს თან როგორ ეფლობა რაღაცა ნეგატივში და ნუ რამდენად გიღირს ეს ყველაფერი, რო უთხრა, რამდენად გაინტერესებს მისი განვითარება ცალკე საკითხია, მაგრამ როგორც წესი უახლოესი ადამიანები ჩვენს ირგვლივ და პირად ურთიერთობებში განსაკუთრებით ესეთი ხალხი გვეუბნება ამას ყველაფერს და მნიშვნელოვანი არის ამის მოსმენა. აქედან იწყება აი, როდესაც ასტროლოგიურ ასპექტებზე ვლაპარაკობთ, როდესაც აქ ადამიანს ხო ესეთი მძაფრი ასპექტები, იქ მარსი ცოტა დესტრუქციული, იქ მზე, იქ იუპიტერი თუნდაც ცოტა დესტრუქციული, ხა იუპიტერი ძალიან საყვარელი პლანეტა არის და მან არის ის რაღაც ისეთი მკვეთრი პრობლემები, მაგრამ ნუ მაინც თავისი გავლენები აქვს, ხო? და როდესაც აი ესე შეგნებულად, დიპლომატიურად, მოთმინებით ვიწყებთ გაგებას სამყაროსი, აქ უკვე ეზოთერულ თემასაც ვლაპარაკობ.
იქ მუშავდება ჩვენი ასპექტებიც, მუშავდება ჩვენი ლილიტებიც, მოდი ესე ვთქვათ, სხვადასხვა კუთხით და ვითარდებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანის სულისთვის, ეს არის განვითარება. როდესაც ადამიანი აი ამ მესიჯებს იღებს და მუშაობს თავის თავზე, ეს ნიშნავს, რომ ის ვითარდება. როდესაც ამბობს, რომ არა მე ყველაფერში მართალი ვარ და ეს აბსოლუტურად არ არის ადეკვატური პირად ურთიერთობებში კარგავთ ჯერ ადამიანს, იმიტომ რომ ადამიანი როდესაც გინდა რაღაც ურთიერთობა და ის აბსოლუტურად არ არის მზად ცვლილებებისთვის, გაგებისთვის, მოსმენისთვის, აქ უკვე იცით როგორ აკეთებს ადამიანი, რომ აი ყველა ხიდს წვავს და ის არ არის მზად პირადი ურთიერთობებისთვის. ამაზე არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა იყო აქ ერთი კითხვა, რომ აი მოძალადე ძმასთან დაკავშირებით. Ну, პირველი ის, რომ რა შუაშია ძმა. აი, ძალიან იშვიათად შეხედრია გოგოებს ძმები ნორმალურები ყავდეთ. თან განსაკუთრებით საქართველოში ძალიან იშვიათად, იმიტომ რომ იმდენად არასწორი პრინციპი არის აღზრდა ბავშვების და თან გოგო და ბიჭი თუ ერთად ყავთ, უკვე რაღაცნაირად მიდის ხშირად დაჩაგვრა გოგოსი და ბიჭის გატუტუცება, მოდი ესე ვთქვათ და ну ძალიან ხშირი არის ეგ მოდელი, რომ ძმები ყველას ყოველთვის რაღაცნაირად ესენი ყავთ რა, ყურადღებას რო არ მიაქცევ ხა. და ხუმრობენ კიდეც ხოლმე რა ცოლის ძმებზე, რომ ძალიან ესეთი ეს არის. ანუ რატო ლაპარაკობ ახლა აქ ძმებზე? ჩემთვის პირადად ძალიან გასაკვირი არის ძმამ შექმნას რამე პრობლემა ანუ შენთან დაკავშირებით ხო რაღაც უნდა შექმნა ისეთი სიტუაცია თუ გაერიდები რა ნუ მას აქვს რაღაცა თავის პრობლემები ესე იგი შენ დაისწავლა გარიდება თავიდან ან საცხოვრებლის შეცვლა ან ესე იგი გჭირდება დამოუკიდებლობა გჭირდება კარგი мотиваცია არის რომ შენ მარტო მისწავლო ცხოვრებაში რაღაცების გაკეთება ხო და რაღაც ისეთი ურთიერთობების ფორმაც. შენ თუ ყვირი ხარ, შენ თუ ებრძვი, არასწორად, შეიძლება კიდევ უფრო გააძლიერო. ესე იგი კონფლიქტიც სწორი არის სასწაული. ესე იგი თავის დაცვა არის სწორი სასწაული. ესე იგი ემოციების მართვაც სასწაული არის, იმიტომ რომ რაც უფრო ჩვენ ემოციურ კონტაქტში შევდივართ დესტრუქციულ ან კონფლიქტურ ადამიანებთან, ამით ჩვენ შევდივართ ნეგატივში. ესე იგი ადამიანმა არ იცის ნეგატივისგან თავის დაცვა სწორი. და ესე იგი უნდა ისწავლოს რომ კონფლიქტში არ შევიდეს უბრალოდ. ან თუ შევა სწორად შევიდეს. მაგალითად კონკრეტული სიტყვებით რომ ეს არ მომწონს, ამისი სხვათა შორის მე რო ფსიქოლოგიაში დავიწყე გარკვევა მთელი ლიტერატურა არის როგორ უნდა ვისწავლოთ სწორი მართვა აგრესიის, როგორ უნდა ვისწავლოთ კონფლიქტები, რა სიტყვები უნდა გამოვიყენოთ ამისთვის. ესე იგი ომის ხელოვნება უნდა ისწავლოს ადამიანმა ოღონდ ურთიერთობებში ომის ხელოვნება, ხო? ძალიან კარგი სტიმული არის ნეგატივთან სწორი ურთიერთობა ისწავლოს ადამიანმა. ესეთი ნეგატივები როდესაც გარშემო გვხდება დესტრუქციული, თუ მეუღლეც იყოს თუნდაც პირადი ურთიერთობაც იყოს, ხო? არა აქვს ამას მნიშვნელობა, აქ ურთიერთობები არის, ხო? მთავარი ლაპარაკი, ხო? როდესაც აი ესეთი რაღაც აგრესიულ, ისტერიულ, არა ჯანმრთელ გარემოში ვხვდებით, ხა შეიძლება მე გოგო ხარ და გოგო გყავდეს, მეც არას ეძახიან, მულს რო ეძახიან, ხა მული ყავდეს აგრესიული, დესტრუქციული, ხო და გითხრევდეს ამ კონფლიქტში რა და შეიძლება იმ მეორე ადამიანისთვის ეს კონფლიქტი არის ძალიან სასიამოვნო. ასევე ჩვენც უნდა დაუსვათ შეკითხვა, თქვათ ესე დესტრუქციას ვებრძვით. ეგება ჩვენც გვსიამოვნებს, იქნებ ჩვენც გვაქვს რაღაცა ამ ნეგატიურ ემოციებში ყოფნა ქვეცნობიერად რაღაცა გვიზიდავს. თუ ჩვენ არ გვიზიდავს და უარს ვამბობთ ნეგატივზე და ვიტყვით რომ ეს ჩემი არ არის, ეს მე არ მსიამოვნებს და ეს არ მაძლევს მე განვითარებას. ისე იგი ჩვენ შეგვიძლია ყველანაირად ვიმუშაოთ იმაზე რომ ამ ნეგატიური სიტუაციიდან გამოვიდეთ. და ძმა, ეხა ის არ არის რა, ჯვარი დაწერილი არ აქვს, შეგიძლია დაასრულო ურთიერთობა ძალიან წელიწადში ერთხელ ნახოშობაზე. არანაირი პრობლემა მანდ არ არის, ხო? ანუ ვერ ვიტყვით რომ აქ შეიძლება ვიღაცამ რაღაცა ისეთი გითხრას, რომ ეს როგორ ჩაიდინე, ხო? ლიტითებზე რა გაინტერესებთ სალომე? აი ხა ავიხლართ ამ საკომუნიკაციო ტექნიკით, აღარ იცის ვინ სად როგორ წერს და სად პასუხო. ლიტითებსთან არ არის პირადი ურთიერთობების ლილიტი სალომე.
ეს აბსოლუტურად სხვა არის, თუმცა არ ნიშნავს იმას, რომ აი თუ არა გვაქვს პირადის ლილიტი, ეს დაცვა არის პირად ურთიერთობაში. ეს არ არის. აქ არის უკვე მე ლილიტებზე იმიტომ ვილაპარაკე, რომ ეს არის ყველაზე აი ღრმა კარმული პრობლემა. როდესაც აქ უბრალოდ სხვა სიტუაცია არ არის და მიდის სერიოზული კარმული დესტრუქცია ან გაკვეთილი არის უკვე ისეთი მნიშვნელოვანი, რომ ამას არ გადაგახტუნებს არავინ და მოგიწევს ამასთან რეალურად შეჯახება, ხო? იქ ლილიტ ვერძეც როცა ვლაპარაკობთ, აქაც შეიძლება იყოს კარმული პრობლემები პირად ცხოვრებაში, იმიტომ რომ სასწორი აქტიურდება იქ ნეგატიურად ლილიტ ვერძებთან და აი ეს ვითომ მეორე კუთხით ეგოცენტრიზმი ლილიტ ვერძის რო აი მართლა ლილიტი ლომივით სამყაროს ცენტრი გონია სინამდვილეში ზუსტად ეგ პრობლემა არის რომ პიროვნული მეს შეგრძნება არ აქვს ზუსტად სადაც მარტო რჩებიან იქ ეწყებათ შიშები იქ ეწყებათ თავში დაურწმუნებლობა იმიტომ რომ სასწორულად მიჯაჭვულები არიან პარტნიორებზე ხო ან გარშემოყოფებზე შესაბამისად მე შევამჩნიე რომ ლილიტ ვერძებსაც აქვს პრობლემები ურთიერთობაში ან შეიძლება გამოხატულად არა მაგრამ ვატყობ ურთიერთობები ხშირად როგორ ნეგატიურად მოქმედებს ხოლმე მათზე მათ ქვეცნობიერზე და მათ სულიერ განვითარებაზე ერთი არის რაც ჩვენ თქვათ აი კომფორტში ვარ ყველაფერი კარგად მაქვს ურთიერთობები კარგად მაქვს მაგრამ რის ხარჯზე შემიმჩნევია რომ ესეთი ადამიანი უკან და უკან მიდის აი როგორ შემიმჩნევია მაგალითად ხო აქ მარტო მე არ გამოვდივარ სუბიექტურად რაღაც ისეთ გამომხატველი ერევა ურთიერთობები გარშემოყოფებთან გარშემოყოფებიც რაღაცნაირად ეუბნებიან რომ რაღაცა არ მომწონს როგორ მიდიხარ რაღაცა ცხოვრებისგან ბედისგან პრობლემები ექმნება დარტყმებს ღებულობს ადამიანი კვეთს ახლა ძალიან ისეთი გამომხატველი არის იქ მოტეხილობა როცა გაქვს ტრამა გაქვს ავარია გაქვს თავარი მესიჯები ხო რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ ხო და სხვათა შორის აი ერთხელ იყო ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა ძალიან განვიცადე აი საშინლად განვიცადე ტირილით მოვდიოდი აი რაღაცა ძალიან გაუბრაზდი და რაღაცა ტირილით მოვდიოდი დასავლეთიდან ბათუმიდან მანქანით და უცებ აი ცხოვრებაში არასდროს არ შემსწრები ვარ რაღაცა ტრამვას ავარიას არაფერი ეგეთი არც მე არა მაქვს ტრამა მიღებული ანუ რაღაც აი მან ყველაფერი კარგად მაქვს მაგრამ პირველად შევეცადე რომ ძაღლს დაარტყა მანქანამ ჩემს წინ და აი იმხელა ემოცია მქონდა ნეგატიური ისე შემეშინდა გადმოვხტი გავედი ძაღლი მოკლედ არაფერი არ მოუვიდა ირბინა იხტუნა ამერე საჭმელი ვაჭამი ანუ არ ქონდა ისე დარტყმული მაგრამ აი რაღაცნაირად მივხვდი რატომ მივიზიდე ეს სიტუაცია იმიტომ რომ მე თვითონ ვიყავი დესტრუქციულ ემოციის წლების წინ იყო ეს ან დიდი ხნის წინ იყო მაგრამ ისე ვამბობ რა რომ აი მანდ მივხვდი რომ რა ტალღაზეც ვიყავი ის სიტუაცია გათამაშდა და ეს ახლა ძალიან გამოხატულად იმ წამსვე ვიყავი და ეგრევე შედეგი ვნახე. ხდება ისე რომ ფონად ქვეცნობიერ დონეზე არ ვართ კარგად, რაღაცა გვაწუხებს ძალიან, ოღონდ ცნობიერამდე არ არის ესასული და ვიზიდავთ გარშემო პრობლემებს მერე. ვერ ხვდებით, შეიძლება კავშირი ვერ გქონდეს, რატო ვართ ესე, რატომ დაგვეწყო პრობლემები. ამიტომ აი მე მაგალითად ძალიან ხშირად გარეთვალს უყურებ ხოლმე ვიღაცამ რომ აი ხომ სასწორი მყავს აქტიური ძალიან რუკაში და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის სხვების აზრი, აი ბევრის აზრი, აი ეს კომბინაციურად მე ვაჯერებ და ძალიან კარგ სურათს ვიღებ ხოლმე. იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ძალიან მაგრები ვიყოთ რაღაცეებში, მაგრამ ისეთი რაღაცა გამოგრჩეს, იმიტომ რომ გარედან გვიყურებენ, საერთოდ სხვანაირად გვიყურებენ და ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე ჩემთვის გარედან რაღაცების მესიჯების წაკითხვა სამყაროსი, ოჯახის გარშემო რა ხდება მაგალითად, ოჯახთან რა ხდება და თუ ყველაფერი ნორმალურად მიდის, ხვდები რომ ესე იგი ნორმალურად არის, ენერგეტიკა ნორმალურად არის რაღაცები და არ მეპარება რაღაცა მნიშვნელოვანი. აი ეს პირად ურთიერთობებში ძალიან ეფექტური არის, როდესაც აკვირდები, ანუ აი ხშირად რაღაცა რომ ყაყდება, რაღაც ჭაობში რომ ჩავდივართ, ოღონდ ვერასოდეს ვერ ვამჩნევთ ჩვენ ამას მეგობრებო, აი ასტროლოგიურადაც ეგრე არის, რომ რაღაცაში შევდივართ, განსაკუთრებით ეს ხდება კარმულად ლილიტის ზონაში, ხოლმე რომ შევდივართ და ვერ ვამჩნევთ და მე რო გვატყდება პრობლემები, ვერ ხვდებით რატომ. ვერ ხედავთ კავშირს, იმიტომ რომ ლილიტი არის ძალიან დაფარული, ძალიან ღრმა ქვეცნობიერად მიდის და ვერ ხედავთ ამას. და ხა სატურნი მზის კვადრატი, სატურნი მარსის კვადრატი, ხა ამას ხედავთ პირდაპირ, ძალიან ნათლად.
და ხა ისეთი თემა არის რა, უცებ დაგეჯახება რაღაცა მაგალითად რა. რაღაცაში ხა მარსი რა არის თვითრწმენის პრობლემა, მე რო ეს გავაკეთო აი მიზნის დანახვარი და იმაზე მუშაობა ეხა ნეპტუნთან როცა არის დესტრუქცია მარსის ეს არის რომ აი მიზანი გერევა თითქოს არ ყოფნის ძალა რომ დავიწყო აქ აზრი გავაკეთებ ანუ საკუთარ თავში იწყება რაღაცა ბუნდოვანი ბრძოლა მარსის ენერგია გასაგებია რომ აი კონკრეტულ მოქმედებაში ირთვება რაღაცა საქმეში გვერთვება მაგრამ ლილიტი ეს არის ძალიან ღრმა ქვეცნობიერი და რეალურად ძალიან ბევრ პრობლემებს ქმნის პირად ცხოვრებაში და როდესაც ლილიტი ლომია და ყველაფერი კარგად აკვირთირთებაში ესე იგი ზუსტად დაიფიქროს რას უნდა სადებს ვასამყარო ესე იგი რაღაცა ხდება რაღაცა შევიდა ისეთში რომელსაც აი რატო ამბობ ხოლმე რომ მე ძალიან ხშირად არ ვარ გულწრფელი ძალიან ღიად არ ვლაპარაკობ რაღაცებს ხოლო და აი როცა პირად რუკებს თან მაგ ხოლმე ურთიერთობა აი ძალიან ვემზადები ერთ რამდენიმე დღე ვაკეთებ ხოლმე ერთ რუკას იმიტომ რომ აი სუფწონი აბა როგორ უნდა ვთქვა როგორ მივაწოდო გეგმავ წინასწარ ტექსტს და ნუ ძალიან სერიოზულად ვეკიდები ამ თემას ეს ჩემი ტაქტიკა არის უბრალოდ ესეთი შეიძლება ხა სხვისთვის არ იყოს ეს სწორი და არ იყოს ესეთი საჭირო მაგრამ ნუ მე რაღაცნაირად ესეთი სტრატეგია მაქვს და აი მან ძალიან ფრთხილად ისე დიპლომატიურად მაგრამ ღიად ვამბობ ხოლმე ლილიტის თემებს მაგრამ აი აქ ხო ესე ღიად ეხლა მე ძალიან კარგად ვიცი ყველა შავი მთვარის მთავარი პრობლემები მაგრამ რაღაცნაირად არ არის ეფექტური ესე თქმა. იმიტომ რომ მას შეიძლება იმდენი კაი რაღაცა კონდეს და იმდენად ანუ სწორი ინდივიდუალიზმს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რა. ეგ არის გადამწყვეტი, ანუ ინდივიდუალურ რუკებში უკვე რა როგორ ვლინდება. მაგრამ ნუ აი ამასაც ვხედავ, რომ ადამიანი ყველაზე კარგად როცა არის, აი მანდ მიდის რაღაცა. ეხა იმას ის რო ვთქვი რომ ეხა როცა ვხედავ რომ გარშემო რაღაცები ირევა, ეს უკვე სიგნალი არის, მაგრამ მანამდე ყველაფერი კარგად გაგსანა, მე სიგნალები ჩაირთვება. და აი როცა ყველაფერი კარგად ვარ, მანდ ვარ ხოლმე აი სეჭვენ თვალებით რო იყურებიან აკეთიკით, რომ მე ხარ შევედი რაღაცაში, მაგრამ მე ვიცი, ჩემი ლილიტის ზონა იმ სფეროში მექნება, იმ სახლში მექნება ეს პრობლემები და ახლა სხვაგან თუ სხვა სფეროში ამას არ ველოდები ხოლმე დიდად მართალი რო გითხრათ და ძალიან მნიშვნელოვანი არის ანალიზი. აი მე საერთოდ ისე არ გამოვდივარ საჯაროდ, არ მაქვს ფართო მასებთან კონტაქტი, იმიტომ რომ აი იმდენად მნიშვნელოვანი არის ძალიან საღი აზრით, ძალიან დაკვირვებით. ან ეს არის ძალიან ესეთი სამუშაო. მე რასაც ვლაპარაკობ, ძალიან დიდი გააზრება ჭირდება ჩემი აზრით, მეორე მხრიდან. ეხლა მე სულ ამ სფეროებში ვარ და ვკითხულობ და სულ აბანალიზებ, მაგრამ ხა ადამიანს რომ მიაწოდო ეს ძალიან რთული გადასახარში არის და რთული გასაანალიზებელი არის და ცოტა სხვა კატეგორია მჭირდება ურთიერთობებში, ესე რომ ვთქვათ, რომ გაგებული ვიყო და უბრალოდ არ ვლაპარაკობდე, ხო? და ეხლა თქვენი შეკითხვების ველოდები, მეგობრებო, აი პირად თან დაკავშირებით ვთქვათ, რა ურთიერთობები გაქვთ? თავარი გამოწვევები რა გინდათ, რა გაინტერესებთ, აი თუნდაც ასტროლოგიურად, თუნდაც ეზოთერულად, ეხლა ის რომ კარმული ურთიერთობები არსებობს და ეს კარმული ურთიერთობები არ ნიშნავს, რომ კარგად აგ ყველაფერი პირიქით კარმული ურთიერთობა ნიშნავს, რომ ყველაფერი არის პრობლემა და სირთულეები და შეიძლება მამასთან გქონდეს კარმული ურთიერთობა, ძმასთან გქონდეს კარმული ურთიერთობა, საბოლოო ჯამში ესენი ჩვენ გვასწავლიან ძალიან ბევრს. აი მე ხა თათულის რაც უთხარი მარსი მერკურის კვადრატი თათული მეც მაქვს. არა, მე შეერთება მაგვადეში. კიდევ არ ესე, ეგ არ არის პრობლემა. აქ პრობლემა ისევ ის არის, მე რაც ვთქვი, რომ უნდა ჩვენ რაღაცნაირად აი შენ შემთხვევაში მე შენი რუკა ვიცი და მაქვს ამის ფუფუნება, რომ უფრო ისე გითხრა, რომ შენი კარმიდან გამომდინარე, უფრო უნდა ისწავლო არიდება თავის ნეგატივისგან. ოღონდ კონსტრუქციულად. ის კი არა რომ აი მეადუღებენ ყველას და წავედი მე აღარ მიდადგენ ურთიერთობა. სწორი დაპირისპირება ნეგატიურ ურთიერთობასთან და სწორი დასრულება ეს იმას ანიშნავს რომ წამოხვიდე. უბრალოდ ხდება ის რომ როდესაც ხა შენი ზონა თან თავდაცვის სფეროს მართავს და ორივე ნათელი კარმაც და ნეგატიური კარმაც გაქვს თავდაცვის სფეროში.
შესაბამისად უნდა ისწავლო თავდაცვის სწორი ფორმების მოძიება. აქ შეიძლება ლიტერატურა დაგეხმაროს. მე ჩემი აზრით ახლა ისეთი იუპიტერი ყავს და სელენა, რომ დაგეხმარება ყველა ვარიანტში აქ სელენა და ფსიქოლოგია, რომელიც სელენას ზონაში ყავს და ფსიქოლოგიის ცოდნით მე მგონია, რომ შენ ძალიან განვითარდები და ისწავლი სწორად კონფლიქტს. და ეს არის ალბათ შენი კარმული გამოწვევა მთავარი, რომ რაღაცა ნეგატივები დაასრულო შენ ქვეცნობიერში. რაღაც აგრესია და დამოკიდებულება აგრესიის მიმართ და თავდაცვა სწორი ნეგატივის მიმართ. ხშირად ამ შენი რუკიდან გამომდინარე ხალხს აქვს სულ რაღაც ნეგატიური ისენი რაღაც კონფლიქტები, ისენი და ზუსტად ის არის, რომ ამოუვიდეს ხელში და თქვას, რომ მე აღარ მინდა ნეგატივი, მინდა ლამაზი მშვიდი ცხოვრება და ბედნიერად მინდა ვიყო. შესაბამისად იშორებს შემდეგ ბევრ ნეგატიურ დესტრუქციულ ენერგიის ხალხს და სწავლობს ამითი უკვე მართვას ენერგიის. შემდეგ კითხვა არის ლილიტი თხის რქა პირველ სახლში რა ნეგატიური გამოვლინება შეიძლება გქონდეს. საერთოდ მაკა პირველ სახლში არ აქვს მნიშვნელობა რა ლილიტი იქნება, უკვე ოპოზიციას არ ტყავს მეშვიდე სახლს. ესე იგი აქ ხდება სუბიექტივიზმის ან გადაჭარბება ამ პირიქით საკუთარი მეს ცოტა დაკარგვაც კი მეს დაკარგვა რას ნიშნავს? როდესაც აი ზუსტად მეშვიდე სახლში გადადის ადამიანი და მერე ისევ პირველ სახლში ბრუნდება. ესე იგი ძალიან დიდი დამოკიდებულება არის პარტნიორების ხვების აზრის მიმართ, როგორც ლიტი ვერძი მოდი ისე ვთქვათ. და მერე რო ხედავს რომ თავის თავს კარგავს, მერე ისევ გადმორბის პირველ სახლში და ყველას ეუბნება რომ წადით ადამიანახოთ, მე ვარ მარტო რაცა ვარ. მერე რომ ეს მარტოობაც რაღაც თვითრწმენებს აკარგვინებს, ისევ გადადის მეშვიდე სახლში რომ მოდით ხალხნო, მირჩიეთ რაღაცეები, რა გავაკეთო, როგორ გავაკეთო და აი ესე დახტუნაობენ. ლიტი ეგ არის საერთოდ რომ სახლშიც არის მისი ოპოზიციური სახლი არის ყოველთვის ჩართვადი. და გასათვალისწინებელი და პირველ სახლში ლიტი ძალიან ხშირად იწვევს პრობლემებს პირად ურთიერთობებში, იმიტომ რომ არ ესმით საპირისპირო, ანუ ჩვენ იდეა არ ესმის, აი ესმის მე იდეა. მერე ეს მე იდეიდან გამოდის და მარტო ჩვენ ხდება, მერე აქაც ხდება რომ რაღაც არასწორია და ისევ გადმოდის მეში და სულ აი ეს შემდგომში ბალანსი უჭირს. სადაც საჭირო არის იქ ინდივიდუალიზმი, რომ მე ამას შევძლებ. ოღონდ მე ინდივიდუალიზმი არის უპრობლემო, სანამ ჩვენს ხვების უფლებებს არ ვახავთ. აი მაგალითად დავინახე ქუჩაში ძაღლი, ხო, სელენა ვერძი ვარ. გადამეკეტა, გავარდი, დავეხმარე, ავიყვანე, ვუნკურნალე, გავუშვე. ამით მე არავინ არ შევაწუხე. პირიქით ვეტერინარებში ვიარე, ფული გადაუხადე ვეტერინარულ სწავლები ვიყიდე, სასარგებლოდ ფინანსებიც ჩავდე გარშემო, ხო? ავამუშავე სისტემები, მოკლედ ესე ვთქვათ. მაგრამ როდესაც არის დესტრუქციული ან ვერძი ან პირველი სახლის ხვებს აწუხებს. აი მაგალითად ჩვენ რატო არ აკეთებ ამას? იქით ხვებს თხოვენ რომ რაღაცები გააკეთონ და ეს ერთ-ერთი მოდელი არის. არ არის ეს სრულად. შეიძლება ადამიანის პირიქით სხვანაირად კონდეს და თვით გამოხატვა უჭირდეს ძალიან. აი დარბოდეს ძალიან ბევრს ან მერე გაშტერებული იჯდეს და ესარებოდეს ყველაფერი. ან პირიქით საერთოდ პასიურობა კონდეს და ვერ ხარჯავდეს ენერგიას, იმიტომ რომ არ იცოდეს რა უნდა თვითონ. ან ბევრი ესეთი პირადი პრობლემებია და თხის ქალილიტი ესეც ასევე თხის ქალილიტებს რა აქვს პრობლემა? ეს არის სატურნის ენერგია. აი ესე რომ ავიღოთ, მოდით აი შავთვარეზე რო ვილაპარაკოთ, ვერძი ეს არის უმისამართო მარსიანული ენერგია. ხო, აი ესე უბრალოდ იმპულსები და მარსი აგრესია რა. თხის ქარი სატურნი, ეს არის სიცივე, თავდაჭერილობა და არის ორი ვარიანტი. ან ძალიან პრაგმატულები არიან და ძირითადად არიან ხვების რესურსების გამოყენებაზე, ან პირიქით აკლიათ პრაგმატიზმი და არიციან კარიერაში როგორ განვითარდნენ. ამ დროს მნიშვნელოვანია კარიერა მათთვის, იმიტომ რომ ენერგეტიკა არის კონცენტრირებული და მერე ცდილობენ რომ საერთოდ მარტო იყვნენ და მე არავინ არ მჭირდება. ესეთი კომბინაცია არის. მერე არის ის რომ მე ვარ კარგი მმართველი და სხვა არავინ არ მჭირდება. ამ დროს რეალურად თხის რქის პრინციპი რა არის, რომ მივცეთ განვითარებას ხვებს, მაგალითად ვიღაცა რაღაცაშია სპეციალისტი, ვიღაცა რაღაცაში ხო სხვაში, მე არ ვიწყებ მოკაჩვას ყველა ენერგიის, რომელშიც კომპეტენტური არა ვარ. ვიწყებ გადადაწილებას ენერგიების, იმან ისიცის, ამან ისიცის და გამოდივარ კარგი ორგანიზატორი, როდესაც მართავ ყველას.
მაგრამ სინამდვილეში მე კი არ ვმართავ, მე უბრალოდ მემართულებებს ვაზრობ, რომ ისინი ამუშავებენ სისტემას. ილეთ თხის კარი, აი ხაჩავს ყველაფერს თვითონ უნდა იყოს მართველი და სინამდვილეში არაფერი არ გამოცდის, იმიტომ რომ იტენის ყველაფერს თავის თავზე და მე ხა ვერ ვიქნებით ჩვენ ყველაფრის სპეციალისტები. ხასიათში ეს არის თხის რქის ნეგატიური თვისებები, სატურნის ნეგატიური თვისებები. ცოტა სიჯიუტე, ცოტა სიმკაცრე, ცოტა სერიოზულობა, ცოტა სიცივე. ეხლა ეს შეიძლება არ იყოს ესე ზოგადად ცუდი თვისებები, ხო? ეხლა ხშირად გაწონასწორებულობა, სიმყარე, ერთ-ერთი ჩემი ყველაზე ესეთ საყვარელი მსახიობის სხვა შორის ლეტი თხის რქა არის და აი კამტანობით და მიზანდასახულობით გამოირჩეოდა და ამით ამუშავებს თავის ლილიც. ხო და ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ არ უნდა შევიდეთ თხის რქის ზონაში, უნდა შევიდეთ, როცა ლიტი თხის რქა ყავს, მაგრამ უნდა ვისწავლოთ სწორად. რომ ყველაფერი არ შევიტენოთ, იმიტომ რომ ვერ გაუმკლავდებით მე ამას ყველაფერს და მენეჯმენტი უნდა ისწავლოს ძალიან კარგად, იქ დროის, ენერგიის, ფუნქციების და ძალიან უჭირთ. ძალიან უჭირთ ეს მართვის თემა უჭირთ რა ძალიან რა და ღრმა ქვეცნობიერად შეიძლება ძალიან მოსწონდეს და ძალიან ენატრებოდეს, მაგრამ სინამდვილეში შეიყვან და არ იცის რა გააკეთოს. აი ეგ თემა არის, მაგრამ პირველი სახლი ზუსტად აი ამ ყველაფერში რომ შევაჯამოთ უკიდურესი თვითრწმენის ნაკლებობა პირადად მე ბერძის სახლი, პირველი სახლი ეს არის აი პირადად ჩვენი სხეულით, ჩვენი ინიციატივებით, ანუ მნიშვნელოვანია ასევე ნახოთ პირველ სახლში თუ ასციდენტი თხის რქით იწყება, ნახოთ მართველი თხის რქი სატურნისად არის და რა ასპექტები აქვს. აი ეს აჩვენებს მაინც როგორ მუშაობს ეს ზონა თქვენთან. ეხლა როდესაც ვისაც შავი მთვარე ყავს მორიელში და პლუტონი ყავს სულ დაზიანებული, ეს უკვე ძალიან ჩანს ეს მორიელი. ვისაც ყლილით ყავს ვერტში და მარსი ყავს დაზიანებული, ასევე ძალიან ჩანს. მაგრამ თუ ეხლა მაგალითად მე მინახავს ლიტი ტყუპი, მაგრამ მერკური ყავს გადასარევად რუკაში. შესაბამისად ზოგადი ენერგეტიკა კი პრობლემაა პირად ურთიერთობებში, ზედაპირული დამოკიდებულება, მაგრამ პირად ურთიერთობა არასასიყვარულოა. ლიტი ტყუპი არის ზოგადად კონტაქტები, აი ესეთი ზედაპირული მარტივი კონტაქტებში აქვს პრობლემები. და აქ შეიძლება ახლა მერკური როდესაც კარგი ყავს ადამიანს ვერ ვიტყვი რომ ის ინტელექტოა ან ძალიან ზედაპირული ან ლაპარაკი არის ის ახლა ეს უკვე ნახდათ აღარ არის ეგრე ეს უკვე ფონად ენერგეტიკა ჩანს აქ მაგრამ არა ზრუნების დონე ხო ესე რა ვთქვა ამიტომ ესეთ რაღაცებზე ძალიან მნიშვნელოვანია მივაქციოთ ყურადღება ლილიტის ზონის მართველს, რომელ სახლში არის იმ სახლის მართველს მერე და აქ გავიგებთ. ველოდები კიდე კითხვებს. რაღაცა ცოტა ისე კიდე ხო, აი მოსულა. კი დაიდება ჩანაწერი და YouTube-ზეც დავდებ. წინა ჩანაწერიც არ მაქვს დასადები YouTube-ზე, ცოტა რაღაცა ვერ მოვიცალე მაგ ყველაფრისთვის. მეშვიდე სახლში ლილიტი ნოუარყოფითი ასპექტების გარეშე. მეშვიდე სახლში ლილიტი ეს არის ადამიანი, რომელიც არის ძალიან დამოკიდებული სხვების აზრზე, პარტნიორულ ურთიერთობებზე, ოღონდ ძალიან ქვეცნობიერ დონეზე და არიან დამოკიდებულები ასევე ჰარმონიაზე ძალიან. აი, ხშირად მე ლილიტი მეშვიდე სახლი, ლილიტის ასწორი პრობლემები არის მაინც. პირველი გირჩევდით რომ აი ან იზიდავენ არასწორ პარტნიორებს, ან თვითონ იქცევიან არასწორად პარტნიორებს. აი ეს ვარიანტები არის. ან ხშირად ხდება ორივე ერთად. სელენა ვისაც მეშვიდე სახლში ყავს, აი სულ არ უმართლებდეთ, პარტნიორებს სწორად ექცევიან, მაინც არ არიან აგრესიულები პარტნიორების მიმართ და არ აქვთ ტოტალური რაღაც დიდი უსამართლობის განცდა. პარტნიორისგან და ლილიტის შემთხვევაში აქვთ ეს უსამართლობის განცდა, აქვთ წყენები დიდი და განკითხვა, რომ ვაიმე ეს რა საშინელი ადამიანი იყო. და სელენას აყავს, აი მან მივხვდი, რომ აქ იმაზე კი არ არის, რომ აი ჩვენ ვართ ძალიან სუბიექტურები, ზოგადად ადამიანები, ერთი და იგივე სიტუაცია შეიძლება აბსოლუტურად სხვადასხვანაირად იყოს გაგებული. ჩვენ აღქმებზე არის კი უფრო დახქმებში ვართ სუბიექტურები და რა ენერგეტიკაც გვაქვს და რა კომბინაციების რუკის იმის მიხედვით გვაქვს ესეთი აღქმებიც, ხო? და მანდ ვიცოდეთ რომ ლიტის ზონაში
ჩვენ ვართ სუსტები, ჩვენ ვართ გადამეტებულად ემოციურები, გადამეტებულად ისა გვაქვს ენერგეტიკის მოკაჩვა აქეთ, გაცემა არ ვიცით ენერგიის და აქედან იქნება პრობლემები. ამიტომ პირად ცხოვრებაში, როდესაც არ გამოსდით ურთიერთობა, ხო? აი დააკვირდნენ რატო? დააკვირდნენ გარედან, აბა რაშია საქმე, რას აკეთებენ არასწორად. ზოგს მაგალითად მინახავს, რომ ისეთი მომხვეჭელი ენერგეტიკა ქონია, რომ აი პირადი ცხოვრება უნდა იმისთვის, რომ სტატუსი კონდეს მაგალითად. ან ეგოისტური დამოკიდებულება აქვს, რომ აი მე არაფერს არ გავცემ, მაგრამ აქეთ უნდა მომცენ ბევრნაირი ისეთი არასწორი დამოკიდებულება არის და როდესაც არის არასწორი ენერგეტიკა რაღაც სფეროში, ის ყოველთვის აგვაყირავებს, არ მოგცემს ჰარმონიას იმ სფეროში. და ყოველი სფერო ეს აი ზოგს უბრალოდ ცუდი ხასიათი აქვს. აი არ არის კარმული ასპექტი, ხო? ნორმალურად აქ რუკა ხედავ, არ აქვს რაღაცა ისეთი დაზიანება. მაგრამ ხედავ რომ ვენერა აქვს, აი აბსოლუტურად ნეგატიურ ასპექტებში. ესე იგი ხედავ რომ აი ასეთ ადამიანს სირბილე უჭირს, დათმობა უჭირს, დაკვირვება და ფიქრება არის ცარიელი იმპულსებზე დამოკიდებული. რა თქმა უნდა, იმას პრობლემები ექნება. ემოციური ურთიერთობებში ან საერთოდ ვერ მიიზიდავს ადამიანებს. არის აი ესეთი რაღაცები ძალიან მარტივი. ამიტომ აი ხშირად ჩვენ ვიცით გადაბრალება სხვებზე, რომ აი არ გამომივიდა იმან ის ესეთი აღმოჩნდა. კი, გასაგებია, მაგრამ რატომ მივიზიდეთ ესეთი? აი ჩვენ ჩემი აზრით ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისგებლობა ჩვენს თავზე. ჩვენ ცხოვრებაში რაც ხდება, ის არავის ბრალი არ არის, ჩვენი ბრალი არის რაღაც კუთხით და ეს უნდა გამოვიყენოთ გაანალიზებისთვის. რატომ ხდება ეს? რა არის აქ? მე ასტროლოგია ძალიან დამეხმარა, რომ მე ვერ ვიტყვი რომ რაღაც ისეთი მკვეთრი პირად ცხოვრებაში პრობლემა მქონია, აი რაღაცა აი ვერ გავიხსენებ ისეთ რაღაცას, რომ აქ ყოფილიყო ისეთი რამე, რომ რაღაცა მომხდარიყო ისეთი, არ ყოფილა ესეთი არაფერი. და მე რო აი რაღაცნაირად რომ ვუყურე იქ სხვების რუკებშიც, რაღაცა ანუ ეს არ არის რომ აი ჩემთვის ტყინეული თემა არის და ამიტომ გავაკეთე. არ არის ეგ, უბრალოდ მე მგონია მაინც რომ ზუსტად, როდესაც ჩვენ რაღაცნაირად, ხა თან არიცი როდის დასრულდება პირადი ურთიერთობა, ხა შეიძლება 30 წელი კარგად იყო და უცებ ისეთი მოხდეს, რომ მტრისას, ხო, ხა მაგაზეც არ არის, არაფერი არ არის მუდმივ, აქ ამაზე არა საუბარი. უბრალოდ მე რასაც ვაკვირდები, ვისაც აქვს პრობლემები, ხშირად არის ის, რომ აი აკლიათ კომუნიკაციაში შესვლა მეორე მხარესთან, დალაპარაკება. გაანალიზება, აი სხვა ადამიანის დანახვა რა, რომ აი რა უნდა მას, რა აკლია მას, ჩემგან, მე რა შემიძლია მივცე მას, ანუ რაღაცნაირად ეგო უნდა გადაწიო გვერდზე და ადამიანურად მიხვიდე ხო ურთიერთობაში. ოღონდ ვისაც აქ ამისი შეგნება და ამისი რაღაცა საფუძველი, ხა იმაზე არ ვლაპარაკობ, მე რაღაც საოცარი ხალხი რო ყავს და ვისაც ესეთი საოცარი ხალხი ყავს, ზუსტად მანდ არის ცოტა სამუშაო, რომ რატომ რა ვერ გავარკვი ესეთი, რა ვერ მოუწვი, რა იმპულსებს ავყევი და ტვინი არ ჩავრთე, ანუ რაღაცა არის მანდ უკვე ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი, რომ ეს ბედი აღარ არის უკვე ხა მე წავდა გარშემო ბევრი დესტრუქციული ადამიანი, მაგრამ არ მიფიქრია მათთან ხო რაღაც ურთიერთობებზე, ასე რომ აქ იმაზე არ არის, რომ აი ბედმა შემახვედრა, ხა ბედი არა ჩვენ ვართ აქ ბედი ხო, რომ ჩვენი ინტელექტით, ჩვენი ანალიზით, ჩვენი უნარებით მივდივართ რაღაც გადაწყვეტილებამდე და აქ უნდა გქონდეს ძალიან საღად გააზრებული ყველაფერი და შემდგომ რო ხდება პრობლემები, ერთი იცოდეთ რომ მე რასაც ირგვლივ ხედავ 80% ურთიერთობის შენარჩუნება შეიძლებოდა და უბრალოდ არაფერი არ გააკეთეს წყვილებმა ამისთვის და აყვნენ ორივე თავიანთ ეგოს, რომ მე ეს მაკლია, ის იმბოს, მე ეს მაკლია, ეს ამბოს, მე ეს მაკლია და ეს გაუთავებლად და მერე კონფლიქტი. კი, გავიგე, რომ შენ ეს გაკლია. აი რა გავაკეთო, რომ მე ეს მოგცე და მეც მაკლია, მოდი რაღაცნაირად შევჯერდეთ, ეს ვაჭრობასავით აკავს რა ეს ყველაფერი, რომ აი შენ ეს არა გაქვს, მე ეს არა მაქვს. მე ვიმუშავებ, რომ ცოტ-ცოტა ეს დავაპალნასო და რაც უფრო ადრე მოხდება ეს, მით უკეთესი არის, იმიტომ რომ წლები რო გადის, იმხელა წყენები გროვდება. მე სულ ანგელოზი გავხდეთ, აღარ არის უკვე ეს შედეგიანი და აღარ არის ეს არაფერი რა. ამიტომ არის თავიდანვე საჭირო.
არის წყვილი, რომელსაც ტრამვები, ტრაგედიები აძლიერებს ძალიან. ტრაგედიები რაღაც ხა უბედურებაზე კი არა, მაგრამ ლაპარაკი თუმცა აიგეც რა თქმა უნდა შედის. აი, როდესაც რაღაცა პრობლემები აქვს, გამოწვევები აქვს და ხშირად ესეთი ოჯახები უფრო იკვრება. არის, როდესაც პირიქით პრობლემები შლით და პრობლემები უფრო აშორებთ ერთმანეთთან. აი ესეთ შემთხვევაში არის გასაანალიზებელი, რატო ხდება ესე? აი იმ პრობლემებში რას ვიღებთ ჩვენ, რაც გვაშორებს ერთმანეთს ან რა გვაძლიერებს ერთმანეთს, ხო, შემდგომ რა თვისებებს ვავლენთ კრიზისულ სიტუაციაში ისეთი, რომელიც რაღაცა ასეთ ფაზებს ქმნის, ხო, ურთიერთობაში. აი ამას აქვს ძალიან მნიშვნელობა, დიდი მნიშვნელობა და ეს რუკაში სხვათა შორის რამდენიმე კომბინაციაში ჩანს. რა ეს ჭირდება ადამიანს აქ თანადგომა პირადი ურთიერთობაში და რას იღებს ასეთ დროს, ესეც ჩანს ხოლმე გარკვეულწილად. და მთავარი ის არის, რაც უფრო დაზიანებული აქვს ადამიანს რუკა და ასპექტები, მით უფრო მეტად მომსმენი უნდა გახდეს გარშემო საზოგადოების, მით უფრო უნდა გაიგოს, რა ხდება, რას ურჩევენ, რას ეუბნებიან და მეუღლესთანაც, აი რაც არ უნდა აგრესიული კომუნიკაცია იყოს. პირველი ის, რომ როდესაც ჩვენ აგრესიაში შევდივართ, აქ უკვე უკან დასახელ გზას აღარ ვიტოვებთ და აქ ასტროლოგიაში არის ასევე მართვა დესტრუქციის, მაგალითად მარსიანული ენერგია როცა არის დაზიანებული, აქ უკვე ხდება ადამიანი ძალიან იმპულსური და ძალიან კონფლიქტური და ტორმუზი არა აქ უბრალოდ, ახლა მარსი ვერძი, მარსი მორიელი უფრო ისე ჭკვიანია და ისე უტვინოთ არ იომებს, მარსი ვერძი ძალიან ისე იმპულსური არის და შეიძლება უბრალოდ გააფუჭოს ძალიან ბევრი რამე ურთიერთობაში. გარშემო მყოფებში, ხა თუ ჰარმონიული ასპექტები აქვს, ესე აღარ იქნება, მაინც და მაინც, თუმცა, ერთი ნეგატიური ასპექტიც და უკვე ცოტა ისე მუშაობს ხოლმე. ანუ აქაც საჭირო არის გავარკვეთ, როგორი ასპექტები აქვს ადამიანს, არის თუ არა ის ცოტა ესეთ იმპულსური და კონფლიქტური და როდესაც არის კონფლიქტური ესეთი ადამიანთან, აი ძალიან ბევრ რაღაცაზე ლაპარაკი ძალიან დაგეზარება უბრალოდ და მიუშვებ რა, ხა რატო უნდა აიტკიო თავი, ვთქვათ, როდესაც ხედავ, რომ ხა აგრესიული ადამიანი, ხო, ან იმპულსური არის და ჯერ ემოციებშია და მე შეიძლება ტვინი დააყტო ყოლოს, აქ უკვე რაღაცა ესეთი დესტრუქციაც ჩდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის კონფლიქტის სწორი სწავლაც, ხო, ვისთან ღირს, ვისთან არ ღირს, ვისთან რა ფორმით არის საჭირო და ეს ახსნა. ანუ თავიდან ბოლომდე პირადი ურთიერთობების ხელოვნება არის, ადამიანებთან ურთიერთობის მინი მოდელი, ხო, ყველაზე ახლო და რამდენად ჩვენ ვართმევთ ამას თავს არის დამოკიდებული, მოდი ესე ვთქვათ, რამდენად ჩვენ შეგვიძლია სამყაროს მესიჯების წაკითხვა და სამყაროს მოსმენა. რომელიც ენითაც გველაპარაკება სამყარო აი მოახლოესი ადამიანებით და პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ჩვენ თავზე და არა სხვებზე, რომ ისინი არიან ცუდები. კი, ხა გიშს რა გამოლევს, ხო, ხა ძალიან ბევრი არის ეგეთი, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობა არის აქედან დასკვნები და აბსოლუტურად მართოთ შემდგომ პროცესები ჩვენ თვითონ. ხა ლილიტი ლომში პირველ სახლში, ურანთან ოპოზიცია, ურანი მერწყულში, მეშვიდე სახლში. რა არის აქ ქეთო? ურანი ლილიტის ოპოზიცია ეს ნიშნავს საერთოდ რაღაცა ესეთი აი თვითონ ლილიტი ლომში პოტენციურად ურტყამს მერწყულის ენერგიას. მას შედევს მერწყულის ენერგია. ანუ ლილიტი ლომი როგორი ტიპი არის? მთავარი პრობლემა რა არის? ლილიტი ლომის, ეს რო პიროვნული მეს შეგრძნება არ აქვს სწორად მიღებული და ამიტომ ჭირდება ვიღაც კულტები და ვიღაცეები. შეიძლება ხა ესე არ თქვას, რომ მე კულტი მჭირდება, მაგრამ ვატყობ, რომ აქ მიდრეკილება და დაღმავალ ლომებს აქვთ ახრთოვანებისკენ მიდრეკილება, ვინმე თირო ახრთოვანდნენ და ლილიტ ლომებს ეგ ნამდვილად აქვთ. ძალიან რთულ შემთხვევაში მინახავს თავით არიან ახრთოვანებულები და ნარცისიზმში არიან გადასულები, მაგრამ სტანდარტული ჩვეულებრივი ლილიტი ლომი, როგორც ყველა ჩვეულებრივად ლილიტი სადღაც ყავს, ხო? და ისე მუშაობს, რომ ახლა რაღაცა ფატალური რაღაც სასწაულს არ იწვევს, ხო? ლილიტი ლომში ეს არის, როდესაც ძალიან დიდი სივრცე აქვს, სადაც არ უნდა შეეხო. მაგალითად, როდესაც პირადი ინიციატივების პრობლემა აქვს ლილიტ ლომს და პირველ სახლში ლილიტი ასევე პირადი ინიციატივების პრობლემა არის, ასეთი ადამიანი შეიძლება
ან ზედმეტად ერეოდეს სხვების ცხოვრებაში, მაგალითად საყვარელი ადამიანის და აი ლიტილომის მეორე უკიდურესობა არის, როდესაც უყვართ კირჩხიბივით, აი ესე აიღონ თავის ხელში ინიციატივა და მართონ მეუღლე ან შვილები და ზედმეტად ჩაერთონ ამაში, ან პირიქით საერთოდ გავიდეს განზე და თქვენ რაც გინდათ ის ქენით და საერთოდ არ ერეოდეს არაფერი და არაფერში და იდოს უბრალოდ ისე რომ აი არ იღებდეს მონაწილეობას. მაგრამ ურანთან ოპოზიცია ეს უკვე მუშაობს როგორც ლიტი მერწყული. მეშვიდე სახლში ურანი. ეს უკვე არის როგორ პარტნიორებთან გვაქვს ჩვენ მიდრეკილება. ღრმა კარმული კუთხით მარტო ეს ლიტი აი ამ ასპექტით რო მას ვქნათ ავიღოთ ასეთ ადამიანს ჯერ პირველი ლიტილომი რა არის სიყვარული აკლია, საკუთარი თავის სიყვარული, არასწავლეს ეს საკუთარი თავის სიყვარული, ხან აქვეცნობიერ დონეზე. საკუთარი თავის აი პატივისცემა სხვა არის, სიყვარული, რასაც ქვია, სიყვარულთან აქვს პრობლემები საკუთარი თავის და სულ ვიღაცეებით ცდილობს ამ ავტორიტეტებით იგრძნოს საკუთარი თავის სიყვარული, იმიტომ რომ მარტო პიროვნულად თვითონ უჭერს დანახვა და ვიღაცეები ჭირდება ვინც ვისთანაც შეხებით იგრძნობს თავის თავს, საკუთარ ავტორიტეტს, მაგრამ ურანი ეს რა არის, რომ მეშვიდე სახლში ურანი ოპოზიციაში ლილითთან ძალიან ძლიერი სურვილი არის თავისუფალი ურთიერთობების პირად ცხოვრებაში. ძალიან დიდი სურვილი, მაგრამ ლილიტი ურანის ოპოზიცია ზღუდავს ხვის თავისუფლებას. ლილიტი მერწყულივით მუშაობს. ოღონდ ვერ წვავს. საქმე იმაში არის, რომ აქ საზღვრების პრობლემა აქვს. არ იცის სად გადის საზღვარი. ნეგატიურ გამოვლენაში კარმულად ნიშნავს, რომ ადამიანს აქ ღრმაქვეცნობიერ დონეზე განცდა რომ მას ყველაფერი ეპატიება და აი შენ მე არ უნდა მომაყენო შეურაცხყოფა, მაგრამ მე შემიძლია გადაგიარუსეთ. ურანი ქმნის ამ დესტრუქციას, ლიტი მე-11 სახლშიც ხშირად ეს აქვს, რომ იმაზე მეტის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს, ვიდრე საჭირო არის, ან ძალიან ზღუდავენ საკუთარ თავს რაღაცეებში. ან ორივე ერთად, ძალიან ზღუდავ და მერე გადადიხარ მეორე უკიდურესობაში და აბსოლუტურად არ ხვევს ხვების საზღვრებს. ან არის რომ ძალიან უჭირს საკუთარი თავისუფლების დაცვა და ქალის შემთხვევაში შეიძლება მეუღლე ზღუდავდეს მას ძალიან და რაღაცნაირად ცდილობდეს რომ შეუკვეცოს ფრთები, სიამოვნებაში ენერგეტიკას გრძნობს რომ მას აქ მიდრეკილება ცოტა გადავიდეს თავისუფლების ზღვარს და ამითი თითქოს კარმულად ძალიან ისე უხეშად რო ვთქვათ, თუ ხდება ისეთი რამ რომ ესეთი ადამიანის მეუღლე ან პარტნიორები ურთიერთობებში მას ზღუდავენ, ესე იგი მას ასწავლიან როგორი მტკინვეული არის, როდესაც ჩვენ საზღვრებს გადმოდიან. და შემდგომ ეს ხდება კურნალობა იმისი, რომ მან მერე აღარ დაარღვიოს ხვების საზღვრები. თუ არის საწყის გრადუსი, ეს არ იქნება ისეთი რთული და უფრო იქნება, რომ თვითონ ზღუდავს, ან გადაჭარბებული თავისუფლების განცდა აქვს. საბოლოო ჯამში არის აქ უფრო მაღალი იდეალების თემა. ლილიტი, როდესაც ურანთან არის, ან მერწყულში, ესეთი ადამიანი არის ძალიან მაღალი იდეალების. სადღაც დაფრინავს, მოდი ესე რომ ვთქვათ. ოღონდ უფრო რაღაც წარსულ მოდელებში ვიდრე თანამედროვე მოდელებში. მე ძალიან ისე ღრმა გლობალურად ყვები, ახლა შეიძლება თქვენთან ეს ვერ დაიჭიროთ, მაგრამ ძალიან ღრმა ქვეცნობიერ იდეებში ესე ჩანს, ანუ ესეთი ენერგეტიკა აქვს ამას. ძალიან დაფრინავენ, ანუ რა, თავისუფლების იდეებში გამოდიან, მაგალითად ზუსტად გამსახურდია ლიტი მერწყული იყო და აი რაღაცა დიდი იდეებით გამოდიოდა, ხო სულ. მაგრამ ეს იმდენად ისეთი მაღალ დონეზე ხდება, რომ სულ რომ თითქოს რეალობასთან კავშირს კარგავენ ამ შემთხვევაში და ცოტა ურანთან როცა ხდება ლილიტის ენერგია, ცოტა საჭირო არის იდეების შეკვეცა. ან პირიქით შეიძლება იდეები საერთოდ არ ინტერესებდეს ადამიანს და თავისუფლების პრობლემები ქონდეს. საქმე იმაში არის, როცა პირველ სახლში არის ლილიტი და ურანი მეშვიდე სახლში, ასეთი ადამიანის ჯერ ესეთის იმიჯი არის არა მყარი, მეშვიდე სახლში ურანი მუდმივად ათამაშებს ადამიანის იმიჯს. ან მისი მეუღლე ხან უცებ ავარდებაზე ვით რაღაცა თემაში, ან უცებ ჩამოვარდება, ან არასტანდარტული ადამიანი ყავს გვერდში, ანუ შეიძლება ესე მე რაც ვახსენის ღრმაქვეცნობიერი პრობლემები, ეს ძალიან დაკონსერვებული ქონდეს ადამიანს და ეს თავისუფლების თემა ისე არ ვლინდებოდეს, მაგრამ პარტნიორს მიიზიდავს, რომელიც სულ მოულოდნელობების ქვეშ იქნება.
და ეს ამას განიცდის მერე. იმიტომ რომ ლილითთან პლანეტური შემოდის აქ ცოტა განცდები არის. ან შეზღუდავს მას, ან ეს შეზღუდავს მას. აი რაღაცა თავისუფლებასთან არის სწორი ენერგიის დაჭერა საჭირო. საერთოდ როცა ურანი არის დაზიანებული, ან ლილითი არის ურანთან რაღაცა, ჩვენ გვიჭირს ყოველთვის სხვების საზღვრების დაცვა. და გგონია რომ ყველაფრის უფლება გვაქვს. და კვადრატებული ურანიც მსგავს შემთხვევაში არის. მაგრამ ლილითის შემთხვევაში უფრო არის ეს, რომ აი რაღაცნაირად შიდა აქ ადამიანს, რომ მე მაღალი იდეალების ვარ, ისინი არა და მე მეტი უფლებები მაქვს და კანონის დარღვევა ხშირად უყვართ. აი ეს არის ძალიან მოკლედ ბოდიში, ქეთო და სინასტრიულად ქალის ვენერა. აი ხა თათული ცოტა ისეთ ის არის, როდესაც ვლაპარაკობთ სინასტრიაზე, აი რატო მე დიდად არ ვერევი სინასტრიას. ვენერა საერთოდ კი დაღმაო კვანტთან, როდესაც არის კავშირში. ეს ნიშნავს იმას, რომ ხა ვენერა რა არის ჩვენი, ხო? ეს არის რაღაც კომფორტის ზონა, ეს არის რაღაც სიყვარულის ენერგია, ემოციური ენერგია და ამ მეორე ადამიანს აქ თითქოს არ ანვითარებინებს იმ ხალურობას და სილამაზეს ისე, როგორც მას უნდა. აი ეს არის, იმიტომ რომ ამ ადამიანისთვის თითქოს შეუმჩნეველი ხდება ამ ადამიანის ვენერა, ან არ ხდება მისი წაქეზება, წახალისება ამ ადამიანის ვენერასი. ეს ტექნიკური საკითხები არის. აი, რატო მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ სინასტრიასთან მაინც არ მაქვს ისეთი აქტიური კონტაქტი, იმიტომ რომ მაინც გადამწყვეტი არის პირადი რუკა ადამიანის. აი, როდესაც ჩვენ პირად რუკაში რაღაც ჩვენ თვითონ ვერ ყვევით და მუშაობთ ჩვენ თავზე. ვუყურებთ პარტნიორს, მასთანაც მუშაობთ, ხო, პირად ურთიერთობებზე, ვღებულობთ მესიჯებს, სწავლაზე ვართ ორიენტირებულები და არ ვიცავთ რაღაცა ეგოს, რაღაც სტაგნაციას, ხო? ახლა როდესაც ჩვენ რაღაცების გაგება არ გვინდა, ესე იგი სტაგნაციაში ყოფნა გვსიამოვნებს უძრაობაში, როცა არ ვითარდებით, არ გვაინტერესებს და არ შევიცვლები და მორჩა. აი ესეთი დამოკიდებულება რო გვაქვს. როდესაც ეს არ არის, ეს თავისთავად ისედაც ლაგდება. სინასტრია შეიძლება დამატებითი ის იყოს. მე მაგალითად რაღაცეები, რაც ადრე წლები ვიკვლევდი, ჩემს სინასტრიაში აღარც მახსოვს. და არ მაინტერესებს ისეთ მაინც-ამაინც, იმიტომ რომ არ იყო ის ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც მე ცხოვრებაში აგერ ურთიერთობებში ამას ვერ ვხედავ. და ვერ ვამუშავებ. შესაბამისად, ეს არის რაღაც ისეთ ჩემთვის მე ესე უყურებ პირადად, იმიტომ რომ პირად რუკაზე იმდენი წელი ვიმუშავე, ჯერ რომ გამეცნობიერებინა, რაც რუკაში მაქვს, რა ასპექტები მაქვს, როგორ ვიმუშაო ამ ასპექტებზე, რა პრობლემებს მიქმნის და თან აი როგორ არის, იცით, თეორია, პრაქტიკა, ესე მუშაობს ასტროლოგია. ხა ვიღაცებს რო გონიათ, რომ აი რუკას გაუკეთებ და ყველაფერი დაულაგდება, და აი რატო არა მაქვს აქ ყველაფერი კარგად, აი მოდი ჩავყრმავდეთ ჩვენ თავს, რატო არა გვაქვს რაღაცებში კარგად საქმე, ხო? მოდი გავაანალიზოთ. მივიღე თეორია, ეხლა დავაკვირდე პრაქტიკაში როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. მე ნენელად აი ესე თვეების განმავლობაში ვსწავლობ, მე ვუსმენ ჩანაწერს, მე ვუსმენ ჩემ ასპექტებს და მუდმივად ესე ფსიქოლოგიურად მუშაობ, ხო, თავზე ვთქვათ და ამასობაში იძერწება რაღაც რა, ქვეცნობიერი ღებულობს უკვე ვაცნობიერებთ ჩვენ რუკას და ვაცნობიერებთ ჩვენ ცხოვრებას. ამას ზოგჯერ წლები ჭირდება. არ არის ეს მარტივი. ჩვენ გგონია რომ აი თეორიაში ყველაფერი თეორია, ასტროლოგიური თეორია ეს არის ასტროლოგიური რაღაც თეორიული ცოდნა ჩვენ შესახებ, მაგრამ ჩვენ თუ არ ვიცხოვრეთ ეს ჩვენი თავი, არ განვავითარეთ, ვერ გავიგებთ ესე. მხოლოდ თეორია არაფერს არ ნიშნავს. მარსი ურანის კვადრატი, ვენერა ურანის კვადრატი. ეხლა აქ მნიშვნელოვანი არის ნატო, მარსი ურანის კვადრატი რა არის? იმპულსური, არათანმიმდევრული მოქმედებები. როდესაც აბსოლუტურად აი უცებ დაარტყამს ადამიანს თავში და უწამოიქ წავიდეთ. შუა გზაში არის, უცებ აღარ მოუნდება, იქ მოტრიალდება და აქეთ წამოვა. ანუ უჭერს ადამიანს რაღაცა ესეთი იმის სად არის უბრალოდ კაი იქნებოდა რომ ცოდნა მარსი. და იმიტომ რომ აქ ხა თუ არის მარსი აქტიური ნიშანში ან ვენერა ეს ურანი მორიელში ან რაღაცა ხა აქ რომელი არის დომინანტი, რომელი არის მნიშვნელოვანი, ეს არის კიდე ცალკე საკითხი. მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში მარსი ურანის კვადრატი არის აი მოულოდნელი ადამიანი, აი რაღაცნაირად სულ შფოთვა აქვს, შფოთვიანი ემოციები არის, აი მოქმედებებს შფოთავს, ერთ ადგილას ვერ ჩერდებიან. ურანი საერთოდ რო შემოდის ასპექტებში, ან ლილითთან თუნდაც ყოველთვის შფოთვა შემოაქვს ადამიანს, ერთ ადგილას უჭერთ ჯდომა. ნერვულ სისტემას მართავს ურანი და აბსოლუტურად შფოთვიანი, აი ესეთი ხდება რა ადამიანი რა, აი ვერ არის. ლილითი მე-11 სახლიც თითქოს სულ შფოთვიანები არიან ხოლმე, მაგრამ ურანი უკვე გამოხატული შფოთვა არის. ვენერა, მე მაგალითად ძალიან მიყვარს ვენერა ურანის კვადრატი.
და რატო ვენერა არის ძალიან ისეთი სასიამოვნო პლანეტა, ხო, არაფერი ისეთი არა აქვს მას ნეგატივი. Ну, რაც არ უნდა ახლა დესტრუქციაში იყოს, მაინც არ არის ისეთი გავლენა, როგორიც თქვათ, სხვა იმებს აქვს ხოლმე პლანეტებს. ვენერა არის საზოგადოებაში ჩვენი ტრიალი. რამდენად ისინი ვართ ადამიანები, სოციალურები, რამდენად სასიამოვნოები საზოგადოებაში, ურანი ქმნის არასტანდარტულს. ქალის შემთხვევაში ესეთი ქალი არასტანდარტული ადამიანი არის, როგორც ქალი. აი, უცებ შეიძლება ესეთი ექსტრავაგანტული აღმოჩნდეს, ან უცებ რაღაც ექსპერიმენტები მოაწყოს, ან საზოგადოებაში ყველა რო ისე არის. წყნარად უცებ შეიძლება ვენერა ურანის კვადრატის ქალმა სასწაული ჩაიდინოს, ყველა მაგას უყურებდეს. ანუ ესეთი აი თვითონ ზემართებათ რაღაც ესეთი უცნაური რაღაცები რა. ხო და მე მიყვარს, იმიტომ რომ რაღაც მერწყულები მაქვს რაღაცები, მე-11 სახლი აქტიური და შაბლონური ერთფეროვანი ადამიანები ხელის ხოლმე ცოტა და რაღაც ესეთი უნდა იყო ადამიანი რა, ცოტა უცნაური. აი მოცნაურობას ძენს. ერთადერთი არის, რომ შეიძლება ფინანსური დანაკარგებიც გამოიწვიოს, იმიტომ რომ უცებ რაღაცა მოეწონება და არც დაფიქრდება ისე დახარჯავს ფულს. აი, ესეთ რაღაცები არის. თუმცა რაღაცებში ქმნის კი ცოტა ისეთ პრობლემებს ურანი ვენერა, ცოტა ისეთ გადამეტებული არასტანდარტულობა შეიძლება ხანდახან არ იყოს ისეთი მომგებიანი. მაგრამ ნუ მარსი ურანი ეს ტექნიკასთან არის პრობლემები, ავარიების საფრთხე, მაგრამ ძალიან ბევრი მყავს ირგვლივ და ერთი ავარია არ მოსვლიათ. ამას ტრანზიტი ჭირდება, ასევე თუ ენერგიის გამოთავისუფლება ჭირდება რა და თუ ეს ყველაფერი არის, ხა არაფერი ისეთი არ ემართება, აქვს კიდე სხვა კომბინაციები არის საჭირო, რომ ეს იყოს. და ნუ ვერ წაიკითხავთ ამაზე, მაგრამ ახლა ჩვენ პრაქტიკაში დავნებით არ ყოფილა მაინც ავარიები. ამ ხრივ. მეხუთე სახლი ლილიტი კი ნამდვილად ცოტა ესეთი პრობლემა არის, ზოგადად ლილიტი მეხუთე სახლი, დიკაპრიოს აქვს სხვათა შორის ლილიტი მეხუთე სახლში, ოღონდ მერწყულში და აი ეს თავისუფლების იდეა პირად ურთიერთობებში რაღაცა ძალიან ესე აქვს გამძაფრებული. და ზოგადად მეხუთე სახლი ლილიტი ან ძალიან არიან ოჯახზე დამოკიდებულები და ყველაფერი კონტროლის ქვეშ უნდა ქონდეთ, ან საერთოდ აი გულაობა, დროს ტარება, ან მეხუთე სახლი არის დროს ტარება. ეს არის თვით გამოხატვა, მოდი ესე ვთქვათ, რაღაც საზოგადოებაში. აი ხა მე რო თქვენ გელაპარაკებით, მეხუთე სახლი მაქვს აქ ჩართული. აუდიტორიის წინაშე გამოსვლა. და ეს სუფთა მეხუთე სახლი არის. აი შეიძლება კონდეთ თავში დაურწმუნებლობა საზოგადოებასთან გამოსვლის დროს და საერთოდ ერიდებოდნენ ხალხში გამოსვლას, მაგრამ ამ მომენტში ხა ვენერა ყავდეს ძალიან კარგად რაღაცეები და გაუკაჩოს, მაგრამ მეხუთე სახლი ეს არის ხალხთან გამოსვლის შიში, თვით გამოხატვის შიში. ხშირ შემთხვევაში ან პირიქით, როდესაც ადამიანს აქის რო ოღონდ თავი გამოხატოს და აი ყველაფერზე წავა ამის გამო. ან უბრალოდ გართობა, დროს ტარება უნდა, ხშირად არის მამაკაცებში განსაკუთრებით აი გადაჭარბებული სექსუალური ის ურთიერთობები, აი გადაჭარბებული და სიმრავლე ამის კონტროლი უჭირთ ხოლმე. ქალების შემთხვევაშიც ხშირად ესე არის. ანუ ეს არის, როდესაც რაღაც ურთიერთობებში, სასიყვარულო ურთიერთობებში იბმევი და საზღვარს ვეღარ ხედავ. ამის საფრთხეც არის. მაგრამ ყოველთვის ეგრე არ ყოფილა, ეხლა ეს ერთ-ერთი გამოხატულება არის. მე ზოგადად ვლაპარაკობ, აქ რო ვიცოდე უკვე რუკა, მეცოდინებოდა რა მიმართულებით აქვს ადამიანს ეს ენერგია. და ну, როგორი ეს არის ქმარი, იცით რა არის ნატო, ხა ეს არ არის საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ გავიგო ადამიანი როგორი ქმარია, ვთქვათ, იქ მე-7 სახლია საჭირო, იქ იუპიტერის ენერგია, მზის, მთვარის, ყველაფერი ერთად არის საჭირო. ეს არ არის ესეთი ენერგია, უბრალოდ ახლა ვერძი ლილიტები ან არიან ძალიან პასიურები და ესე საერთოდ ვერძი ლილიტის შემთხვევა ხშირად არის, რომ პიროვნულად აი უჭირთ დამოუკიდებლობა. აი ყოველთვის ლილიტი ვერძის უკან ვიცი, რომ ვიღაცა დგას, ვინც მართავს მას. აი ყოველთვის უჭირთ თვითონ იყვნენ პიროვნულად, რომ აი მე ვარ ეს, აი ეს უჭირთ. შეიძლება შენიღბოს და იყოს ეგეთი, მაგრამ ხშირად უფრო მის უკან ვიღაცა ძლიერი უნდა იდგეს, ვინც მართავს სიენებაში მას. შეიძლება სტატუსურად არ შეესაბამებოდეს მას, მაგრამ ნუ ეგ ენერგია არის, რომ მართავენ რა. პლუტონი ლილიტის ოპოზიცია. პლუტონი ლილიტის ოპოზიცია ლიტი-მორივით თითქმის მუშაობს. პლუტონი მეორე სახლში, ლილიტი მერვეში.
სექსუალური ბუნება, ну, იცი, ბევრი რამე იწვევს მაგას, მაგრამ ესეც შეიძლება, რა თქმა უნდა. პლუტონი მეორე სახლში, აი მერვეში რო იყოს, ეგ უკვე რთული იქნებოდა, მაგრამ პლუტონი მეორე სახლში არ არის ისეთი. თუმცა ლილიტი, როდესაც მერვე სახლში არის, ლილიტი მორიელის ენერგია აქვს, ანუ სხვების ენერგიის მოქაჩვაზე არის უფრო ადამიანი. დამოკიდებული და პლუტონის შემთხვევაში მეორე სახლში ეს ასევე ფინანსურად მოქაჩვა. მოდი ესე ვთქვათ, რომ ლილიტი კურო, ლილიტი მორიელი ერთად შეიძლება უმუშავებდეს ადამიანს. კურო ეს არის მატერიალური მოთხოვნილებები, ადამიანის კომფორტის მიმართ ცოტა განსხვავებული დამოკიდებულება და აი უფრო სხვის ენერგეტიკაზე რო იციან ჯდომა, მოდი ესე ვთქვათ რა. საბოლოო ჯამში ეს არის რატო რა არის ლიტი მორიელი ან ლიტი მერვე სახლი? ესეთი ადამიანი ძალიან მაღალი ქვეცნობერ დონეზე მაღალი მორალური პრინციპებით გამოირჩევიან. აი სულ როდესაც ვამბობ ლიტი ლომი მაგალითად მას სიყვარული აკლია, ხო? იმიტომ რომ ძალიან უნდა ეს სიყვარული. იმიტომ რომ მას იმედი გაუცრუეს სიყვარულს. კარმულ ასტროლოგიაში არის რომ მას უარი უთხრეს სიყვარულზე და მან ძალიან განიცადა. რა არის ლიტი მორიელი ან ლიტი მერვე სახლი ან პლუტონთან ასპექტი ლილიტის? ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი მორალური მოთხოვნილებები. არის ორი გზა, ან თვითონ ვარდებიან გარყვნილებაში და ამით უნდათ თითქოს გააправონ ეს გარყვნილება, ანუ ხდება მკურნალობა ამ გარყვნილებით რაღაც დონეზე, რომ იმდენად მაღალი მორალური პრინციპები აქვთ, რომ რაღაცნაირად ზულთ ყველა ვინც არ არის მაღალი მორალური პრინციპების. შესაბამისად, ჩვენ ვისაც რაღაცებს არ ვპატიობთ და რაღაცები გვწყინს, ძალიან ისე აქტიურად ქვეცნობიერი ჯდება იმ მოდელზე, რომ გააправოს მერე ის ადამიანი. ჩვენ რაღაცა ქვეცნობიერი მკურნალობის გზას ეძებს, რომ რაღაცნაირად უმკურნალოს თავის აგრესიას. და ხდება ისეთივე, რომ მერე გაუგოს. აი ძალიან ხშირად არის მოდელი, რომ მამა მიატოვა და მერე თვითონაც მიატოვა შვილი. აქ ხდება რაღაც პატიების მომენტი, როდესაც კი დასწავლილი ქცევაც არის ეგ და მოდელზე ჯდომა, მაგრამ ქვეცნობიერ დონეზე ასევე ეს არის აი პატიება რაღაც დონეზე და ხშირად ჩვენ ხვდებით ისინი, ვინც არ გვიყვარს. ანუ ხედავთ იმ ხალხს ხშირად, ვინც არ გვიყვარს. ამით ვცდილობთ გაგება ვისწავლოთ ამ ხალხის. ხო, ან შვილები ყავთ ისეთები, რომელიც ყველა ძალიან არ უნდათ, იმიტომ რომ აქ ხდება რაღაცნაირად მიღება, ხო, სწავლა მიღების და ქვეცნობიერი იზიდავს ესეთ რაღაცებს. ან პირველ რიგში ლილიტი მერვე სახლი ან პლუტონთან ოპოზიციის არის, როდესაც ჩვენ ხსნით აგრესიას მორალური კუთხით საზოგადოებაზე, ხო? ან მორიელის ან მერვე სახლის ზონამ განსაკუთრებით ეგრე უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ ძალიან ისე აქვს, რომ ყველა ცუდია, იმიტომ რომ არ არიან კარგები. აი ესეთი დამოკიდებულება აქვს. ანუ ფსიქოლოგიურ დონეზე უნდა შეცვალოს დამოკიდებულება სამყაროს მიმართ. კარგები, ცუდები, აი ეს შავბნელი და აი უბრალოდ შავ-თეთრი ბოდიშიც დამოკიდებულება სამყაროს მიმართ უნდა შეცვალოს და პლუტონი აქ აიძულებს ადამიანს, რომ რაღაცნაირად ტრანსფორმაცია გაიაროს შიდა შინაგანი ენერგეტიკის. და ამ შემთხვევაში თევზებში ნატო მარსი არ არის ისეთი ძლიერი, რომ რაღაცნაირად ეს გამოიწვიოს რაღაცა პრობლემები. ხო და ერეკლე აი ეგ მომენტი არის, რომ გადაფასება არის საჭირო შინაგანად და რაც თავარია პლუტონმა იცის დასჯა. ადამიანს ქვეცნობიერი იმპულსი აქვს, რომ ვინც არის უსამართლო, ყველა უნდა დაისაჯოს. აი ეს მოდელი აქვს ზოგადად დასჯის მოდელი ძალიან ღრმა ქვეცნობიერ დონეზე. და ოღონდ ეს მერვე სახლი მასებია და აი რაღაცა მასების დასჯის ტენდენცია. და ამის შესამცირებლად შეიძლება საკუთარ თავს ჯიზდეს, იმიტომ რომ რაღაცნაირად არიდოს თავენ სულ გონია რომ რაღაცისთვის დაისჯება. გონია რომ რაღაც აი დოსტოევსკის ქონდა მსგავსი ენერგია, რომ სულ ეგონა რომ ვიღაცა რაღაცისთვის უნდა დაისაჯოს და აი ეს სოფხედელობა არის გადასატვირთი. პლუტონი ამ ენერგიას მისცემს, რომ გადატვირთოს ეს ენერგეტიკა საკუთარი პრინციპი უნდა შეცვალოს უბრალოდ, რომ არავინ არ ვისჯებით, უბრალოდ რაღაცნაირად ვიზრდებით, ტრანსფორმაცია ხდება, ნელ რაღაცებს სწავლობთ. ანუ ეს არის უბრალოდ პროცესი განვითარების.
რაღაცას ვარშავებთ, რაღაცა მე სწორად გამოგვდის, ანუ ეს ბუნებრივი პროცესია ცხოვრების და მერვე სახში როცა არის ლილიტი და პლუტონი უკეთებს ოპოზიციას სამყაროს კანონებში უნდა გაერკვეს ადამიანი და ბუნებაში და აი ეს დასჯის თემა უნდა რაღაცნაირად გადაატრანსფორმიროს, ჯერ იპოვოს საკუთარ თავში ქვეცნობიერში ეს დასჯის ტენდენციები და საკუთარი თავის მიმართაც და შემდეგ უკვე უნდა გადაატრანსფორმიროს ეს ენერგია. დავიხალე, მეგობრებო. მე ცოტა ესე უნდა ნენო დავასრულოთ. დასასრულისკენ წავიდეთ. აქედან თან წასასვლელი ვარ და კიდე ბევრი უნდა ვილაპარაკო და რაღაცნაირად ჯობია რომ მე მგონი დავიმშვიდობოთ ერთმანეთს. მე მგონი საინტერესო იყო თქვენთვის. არ ვიცი რამდენად გავიცი პასუხები ახლა თქვენ კითხვებს პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით. აქ უკვე ცოტა ესეთ გლობალური ბევრი რაღაც კუთხით ვისაუბრეთ და ადამიანური კუთხითაც ეს როდესაც უბრალოდ უნდა ვისწავლოთ მოსმენა. უნდა ვისწავლოთ პატიება, მიღება, ანალიზი, ყოველთვის რაღაცა ხდება, ვფიქრობთ, რაღაცა ხდების კი არა რომ აი მოხდა და ბაიმე და მორჩა და დამსრულდა არაფერი. ფაქტები ყოველთვის არის იმისთვის რომ გამოვიყენოთ ჩვენ განვითარებისთვის. აი ყოველი მოვლენის შემდეგ ჩვენ უკეთესები ხდებით ყოველთვის. არ დაუშვათ ის რომ უარესობისკენ წავიდეთ. უარესობაც რაღაც დროებითი არის და ისიც გვეხმარება შემდეგ ტრამპლინისთვის და ესეც არ არის ესეთი კატასტროფა. და უბრალოდ ჩემი პოზიციაც ეგეთი არის და ნუ ეზოთერულადაც ესე არის რომ უნდა მოსმენა ვისწავლოთ სამყაროს მოსმენა პირველ რიგში იმიტომ რომ ესე არ ხდება უბრალოდ არ ხდება ჩვენ ხალხი ჩვენ ქვეცნობიერი ცდილობს რაღაცები შეცვალოს ცხოვრებაში რაღაცებში გაუმჯობესდეს წინ წავიდეს და უბრალოდ ის რომ აუ მე პირადში კარგად ვიყო და ბედნიერად და მორჩა мотиваცია რომ ეს არის ეს არ არის მნიშვნელოვანი ეს სამყაროს ეს არ აინტერესებს რომ ჩვენ უბრალოდ კომფორტულად და კარგად ვიყოთ და მას აინტერესებს ჩვენი სულიერი განვითარება და რამდენადაც ვიცით ურთიერთობები რამდენადაც ვიცით დათმობა მოთმინება და ვენერა არის აქ სხვადასხვა ძალიან აქტიურად ჩართული პირად ურთიერთობებში როცა ვენერა არის ძალიან ჰარმონიულად უადვილდება ადამიანის პირად ურთიერთობების მართვა იმიტომ რომ აქ რაღაც ეს ვენერას ფუნქცია მოთმინება, დიპლომატია, ჰარმონიის მოთხოვნილება ეს დაბალანსებული არის და ეს უნარები არის უბრალოდ საჭირო რა და მე რაღაცები ლაგდება, მაგრამ თუ რაღაცა ხდება, აი თუნდაც მანიპულატორებისგან დაცვა, დესტრუქციული ურთიერთობებისგან თავის დაცვა ესეც სასწაული არის, როგორ გავერიდოთ, როგორ აი როცა ახლა სულ ურთიერთობაში ვართ, სადაც აგრესიის და დაჩაგვის მეტი არაფერი არის, ისე ჩვენ თავი არ გვიყვარს და არ ვცემთ პატივს საკუთარ თავს და აქედან გამომდინარე სამყაროც ისე გვიბრუნებს, როგორ ჩვენ მიმართ გვაქვს დამოკიდებულება და როდესაც ადამიანი იტყვის, რომ მე აღარ მინდა ასე და მე უკეთესის ღირსი ვარ, ეს სიტუაცია აუცილებლად შეიცვლება მე მის ცხოვრებაში. ხო, 7 და გაწონასწორებულია ლიტი ვერძი. ეს ხშირი ვარიანტი არის ლიტი ვერძის. და არის აი ზუსტად ის, რომ არის ან უენერგიოთ, ან შვიდები, ან წყნარები, უემოციოთ, ან ენერგიის მართვა, ყველაფერი. მაგრამ ზუსტად ეს არის საჭირო მისთვის, რომ ისწავლოს ბალანსი. არ ძალიან სიმშვიდე, არ ძალიან აქტიურობა და რაღაცნაირად აი უნდა გახსნას თავისი ენერგიაც და აი ეს ბალანსი ძალიან მნიშვნელოვანია იქნას დაცული. წარმატებას გისურვებთ მეგობრებო, მე კიდე გავაკეთებ ერთ ლაივს, ერთს არაფერს გავაკეთებ, მაგრამ მაინც თქვენც უნდა შემოთავაზოთ ხოლმე რა ინფორმაციები უფრო გაინტერესებთ, რაზე უფრო ვიმუშაოთ და წარმატებას გისურვებთ. პირად ურთიერთობებში სიმშვიდეს, ჰარმონიას, ხანდახან პრობლემებსაც, რომ რაღაცებზე დავფიქრდეთ. და აღარ ზომიერს ყველაფერში და რა ვიცი რა ყველაფერი კარგად იქნება და დროებით აბა მადლობა რომ ისმენდით კარგად იყავით